მათ შორის საქართველოს მაგალითებისთვის, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი და ჩამოვიდნენ და დააგვირდნენ კიდევაც არჩევნები. Სტარი, ასე შეფასა ფაქტმეტრმა შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც მრავალთასიანი აქცია და ტელევიზია დაარბიეს, 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში დაინიშნა ბადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეს ასპექტი, არჩევნები ისედაც განსაკუთრებულ გარემოში დაინიშნა და ისედაც ორ თვეზე ნაკლები დრო რჩებოდა არჩევნების დღემდე. შესაბამისად, ეუთოოდირს მოქმედება უწევდა განსაკუთრებულ ვითარებაში. ამ ვითარების მორიგი არჩევნების პროცედურებთან შედარება თავიდანვე манипуляციურია, ისეც რომ იყოს როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა. მაგრამ манипуляციის გარდა პაპუაშვილის განცხადება ფაქტობრივადაც არასწორია. 8 ნოემბერს ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმთავითვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი. მოვისმინოთ მაშინდელი პრეზიდენტის განცხადება. მე ახლავე მოუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს. მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი. ამის საპირისპიროდ ჯერ კიდევ 2025 წლის 18 ივნისს ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოოდირის მოწვევა ზედმეტი იქნება. რითიც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქართული ოცნება ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებდა. მოგვიანებით 7 ივლისს ეუთოოდირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო არ მოიწვიოს სადამკვირვებლო მისია. ამავე წერილში ეუთოოდირმა დაადასტურა საქართველოს არჩევნების დაკვირვებისთვის მზადყოფნა, თუ ხელისუფლება მას მოწვევის წერილით და აქ ის არის მნიშვნელოვანი დროულად მიმართავ. დავუბრუნდეთ 2008 წლის არჩევნებს. სააკაშვილის განცხადებიდან მალევე 20-21 ნოემბერს საქართველოში ეუთოოდირის საჭიროების შემფასებელი მისია, ეგრეთ წოდებული Needs Assessment Mission განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეუთოოდირის არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელოს თანახმად საჭიროების შემფასებელი მისია ოფიციალურ მოწვევას არ საჭიროებს და ის შეიძლება მისი მიღების გარეშეც ჩატარდეს. თუკი წინასწარი ინფორმაციით ეუთოოდირი არჩევნებს უნდა დააკვირდეს. შემფასებელმა მისიამ საკუთარ ანგარიშშიც აღნიშნა, რომ მისი მივლენა წინსწრებით ფორმალური მოწვევის მოლოდინში დაიგეგმა, ანუ გაცხადებული ნება არსებობდა და პროცედურები ფორმალური წერილის გაგზავნამდე დაიწყო. ამავე ანგარიშის თანახმად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროებების შემფასებელ მისიას აცნობა, რომ არჩევნების ოფიციალურად დანიშნვის შემდეგ ხელისუფლება აპირებს მოწვევის წერილით მიმართოს ეუთოოდირს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა გამოაგზავნონ. ეს სწორედ ამ Needs Assessment Mission-ის ანგარიშში წერია, რომელიც 20-21 ნოემბერს განხორციელდა. ოფიციალური მოსაწვევი ეუთოოდირს 26 ნოემბერს, ანუ არჩევნებამდე 40 დღით ადრე გაეგზავნა. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თაობაზე საჯარო კომუნიცირება არჩევნების გამოცხადებისთანავე მოხდა. ამასთან 2007 წლის 29-30 ნოემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ეუთოოდირს და წევრ სახელმწიფოებს თხოვნით საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნოს. სადამკვირვებლო მისია მუშაობას შეუდგა უკვე 5 დეკემბერს, ანუ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე. მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ეუთოოდირს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმალური წერილით, მხოლოდ 6 სექტემბერს მიმართა ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე და მეტიც მისიის მოწვევაზე საჯაროდ უარი თქმის პირობებში, როცა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. რომ შევაჯამოთ 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოოდირის მოწვევის თაობაზე კომუნიკაცია არა 26 ნოემბრის ფორმალური წერილით, არამედ გაცილებით ადრე არჩევნების გამოცხადებისთანავე დაიწყო, რასაც 20-21 ნოემბერს საჭიროების შემფასებელი მისიის ვიზიტიც მოწმობს. შესაბამისად, ეუთოოდირს საკმარისი დრო ჰქონდა სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისა და სრულფასოვანი დაკვირვების უზრუნველყოფისთვის, როგორც ამას ორგანიზაციის რეგულაციები მოითხოვს. და გავითვალისწინოთ, რომ საუბარი არის ვადამდელ არჩევნებზე, რომლის გამოცხადებიდან კენჭისყრის დღემდე ისედაც ორ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თაობაზე კი ქართული ოცნება ეუთოოდირთან არავითარ წინასწარ კონსულტაციას არ აწარმოებდა. პირიქით კეთდებოდა განცხადებები, რომ სადამკვირვებლო მისიის მოწვევა არჩევნებზე არ იგეგმებოდა. ამის გამო ეუთოოდირს სამზადისი არც დაუწყია, ხოლო ერთი თვით ადრე მისიის მოწვევა სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებდა. იხილეთ ფაქტმეტრის სტატია ამ საკითხზე. ყოველივე ზემოღწევის გათვალისწინებით ჩვენ ეს განცხადება შევაფასეთ. ვერდიქტით მცდარი, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.